მოგესალმებით ძვირფასო ტელემაყურებლებო, თქვენს წინაშეა საზოგადოებრივი ანალიტიკური გადაცემა ერთობიდან ერთსულოვნებამდე და მე მისი წამყვანი მიხეილ ანდღულაძე გახლავართ. დღევანდელი ჩვენი გადაცემის სტუმარი არის ძალიან საინტერესო რესპონდენტი და მინდა წარმოგიდგინოთ საქართველოს პირველი ვიცე-პრემიერი, საქართველოს უზენაეს საბჭოს დეპუტატი, საქართველოს პარლამენტის ორი მოწვევის დეპუტატი, საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი, პროფესორი ბატონი პაატა კოღუაშვილი. მაგრამ ყველაზე დიდი მიღწევა და ღირსება და ფაქტორი მისი პიროვნების არის ის, რომ იგი არის ერთ-ერთი ხელისმომწერი საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის აქტზე და ასევე საქართველოს კონსტიტუციაზე. მოგესალმებით ბატონო პაატა, ძალიან დიდი პატივია თქვენნაირი რანგის სტუმარი ჩვენს სტუდიაში, მით უმეტეს, როდესაც თქვენი შემოქმედება ძალიან ძირეულად და მნიშვნელოვნად ფართო სპექტრში, რა თქმა უნდა, თითქმის ყველა სფეროს ეხება, მაგრამ უმთავრესად სოფლის მეურნეობის დარგის განვითარებას და სოფლის მეურნეობის ეკონომიკის განვითარებას. თქვენ არაერთი ნაშრომები, წიგნები, პუბლიცისტიკა და მიმართვები გაქვთ გამოქვეყნებული, როგორ უნდა ამაღლდეს სოფლის მეურნეობა საქართველოში და რა შედეგები დადგება ამ პროგრესით, ამ ესე ვთქვათ, ტრანსფორმაციით ამ დარგში. მოდი დავიწყოთ იქიდან დღევანდელი მდგომარეობით რა ვითარებაა სოფლის მეურნეობაში და როგორ ესე ვთქვათ მიმართულებას იჭერს მასში მიმდინარე პროცესები. განვითარებისკენ იღებს ალღოს თუ პირიქით ხდება რაღაც სტაგნაციის ხასიათი დგება. რომ თქვათ, რომ არაფერი არ კეთდება ასეთი თქმა არ შეიძლება, მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანია ის, რომ სწორად არ არის განსაზღვრული პრიორიტეტები. რა ამოცანა დგას საქართველოს სოფლის მეურნეობის წინაშე და რა ამოცანა დგას იმ სოფლის მეურნეობის წინაშე, რომლის გამო დღეს კრიზისია სოფლის მეურნეობაში. აი ეს კავშირი არის დასაბალანსებელი. საერთოდ ყველაზე მოკლედ სამის თქმა შეიძლება იმისა, რომ ხელშესახები შედეგები არ იქნება თუ ჩვენ არ მოვახდინეთ ტექნოლოგიური გარღვევა სოფლის მეურნეობაში. ეს ჩვენ პრაქტიკულად 70%-ზე მეტი საჭირო სურსათისა შემოგვაქვს. და ბოლო 10 წლის ექსპორტ-იმპორტის სალდოს თუ ნახავთ, ეს იმდენად უარყოფითია, რომ ამ ციფრის დასახელებაც კი შემაშფოთებელია. 6 მილიარდ 120 მილიონი ამერიკული დოლარი გვაქვს უარყოფითი სალდო ექსპორტთან შედარებით. ეს კოლოსალური განსხვავებაა. დიახ. ამიტომ პრიორიტეტებს როდესაც ლაპარაკობ, უნდა გავიგოთ რა არის ჩვენი ამოცანა. რას უნდა ემსახურებოდეს საქართველოს სოფლის მეურნეობა. თუ დავხედავთ იმ გამოცდილებას, რომელიც დაგროვდა ბოლო 50 წლის მანძილზე, მეტი 70 წლის მანძილზე დავინახავთ, რომ აი ასეთ პირობებში ყოფი ქვეყანა რა მდგომარეობაში ჩვენ ვართ. აქცენტს უნდა აკეთებდეს არა ვალუტის შეუნაზე და ექსპორტზე, არამედ საკუთარი მოთხოვნილებების დაკმაყოფილებას. კი, მაგრამ ბატონო პაატა, ეს ხომ აპრობირებული პრაქტიკაა. ნებისმიერი ქვეყანა ზუსტად ორიენტირებულია შიდა პროდუქციის წარმოებაზე და ამით დაიჭიროს თავისი სტატუსი საერთაშორისო ბაზარზე. რატო ეს საქართველოში ვერ დამკვიდრდა? ეს გასაკვირი არ არის, იმიტომ რომ იგივე დაემართა 90-იან წლებში აღმოსავლეთ ევროპის ყოფილ პოსტსოციალისტურ ქვეყნებს, რომელმაც მთავარ ამოცანად საექსპორტო პროდუქციის წარმოება და ვალუტის შოვნა დაისახეს მიზნად. ეს მეორადი ამოცანაა. ეკონომიკა და მათ შორის სოფლის მეურნეობა საკუთარი მოსახლეობის ინტერესების დაკმაყოფილებას უნდა ემსახურებოდეს. იგივე მოცვი და იგივე მაყვალი და იგივე რაღაც კენკროვნების წარმოება
ეს არ არის ქართული ხალხის ინტერესში. ქართულ ხალხს დღეს აქვს პრობლემები მარცვლეულთან, უპირველეს ყოვლისა ხორბალთან, მეცხოველეობის პროდუქციასთან. და ყველა შემთხვევაში სურსათის უვნებლობის და უსაფრთხოების, ანუ უშიშროების პოლიტიკა და კონცეფცია ძირითადად საყრდენია საერთო სახელმწიფოებრივი, ესე ვთქვათ, დამოუკიდებლობისა და ეკონომიკურ-პოლიტიკური სტატუსისა. შესაბამისად, იმ დამოუკიდებლობაში, რაც ახლა ჩვენ ამ ბოლო პერიოდში გავიარეთ პანდემიის და მერე ამას დაემატა უკრაინის უდიდესი პრობლემა, ამ საშიშროების და ამ ესე ვთქვათ ხიფათის დიაპაზონზე ღმერთმა არ ინებოს, რომ ჩვენ ვითარებაშიც აღმოჩნდეს ესეთი დატვირთვები, ყველა შემთხვევაში შესაძლებელია, რომ ეს იმპორტი უცებ შეწყდეს და ჩვენ აღმოჩნდეთ სერიოზული დარტყმის ქვეშ. დღეს ახლა ჩვენ რაიმე ესე ვთქვათ მარაგები, რაიმე ესეთი ხელშეუხებელი მარაგები გვაქვს კვების პროდუქციის, რომ ასეთ გამოწვევებს გაუმკლავდეთ. ჩვენი გეოპოლიტიკური მდებარეობა, გეოპოლიტიკური სიტუაცია ჩვენ სივრცე როგორიც არის, ყოველ დასაშვებია, რომ ყოველ წუთში შეიძლება შეწყდეს სურსათის მოწოდება ქვეყანაში, იმიტომ რომ პრაქტიკულად მიბმული ვართ ერთ ქვეყანაზე. განსაკუთრებით მარცვლეულში და კიდევ სხვა პროდუქტებით. ამიტომ ის რომ გაბრაზდეს და ის ჩაკეტოს, პრაქტიკულად კატასტროფის წინაშე ჩავარდებით. ხოლო ხორბალი და მარცვლეული ის თავარი პროდუქცია, რომელზედაც შენდება სასწრაფო უშიშროება ნებისმიერი ქვეყნის. ორი მაჩვენებელია სასწრაფო უშიშროებისა და ორივენი დაკავშირებულია მარცვალთან. ჩვენ სიმინდი და ხორბალია. არა, ხორბალზეა ლაპარაკი. სიმინდს უბრალოდ ჩვენ მოვიხმართ და ტრადიციები გვაქვს რამდენიმე საუკუნოვანი. ისიც დასავლეთ საქართველო. აღმოსავლეთ საქართველო პურს მოიხმართ ძირითადად. ჩვენ თვითონ ვაწარმოებთ ჩვენი მოთხოვნილების ხორბლის 10-12%. ეს არის და ეს. მოსავლიანობას ვერ ვზდით. საერთოდ უნდა გავიგოთ, რომ თუ ჩვენ არ მოვახდინეთ ტექნოლოგიური გარღვევა სოფლის მეურნეობაში და არ შემოვიტანეთ თანამედროვე ტექნოლოგიები, არავითარი პერსპექტივა არ აგვაქვს. ამ ხნის მანძილზე ზოგიერთი ხელმძღვანელი სოფლის მეურნეობის სამინისტროში გაიძახოდა, რომ რა საჭიროა ხორბლის ან სიმინდის დათესვის შემდეგ წყვა. ამ დროს მორწყვას გულისხმობთ, ხო? ხო, წყვა. თუ არ მორწყე, ჩათვალეთ, რომ რაც არ უნდა გააკეთო, იქ 2 ტონაზე მეტ მოსავალს. და სოფლის მეურნეობის სამინისტროში არიან ესეთი თანამშრომლები, რომლებიც მორწყვას იგნორირებენ დათესვის. დიახ, არა, იყვნენ ასეთი ადამიანები და ამას ამბობდნენ. ეხლა უკვე ყველა მიხვდა ამას, იმიტომ რომ მომავალი 5 წლის პროგნოზი არის ძალიან შემაშფოთებელი. საქართველოში გვალვიანი დღეები იმატებს ალბათ. იმატებს და ნალექები პრაქტიკულად მცირდება და მცირდება. თუ დღეს აღმოსავლეთ საქართველოში, იგივე კახეთის ზონაში ჩვენ გვაქვს 1000 მმ-იანი დეფიციტი ნალექისა, ეს კიდევ და კიდევ გაიზრდება. და აი რაც უნდა იყოს იმაზე 1000 მმ-ით ნაკლები მოდის. ეს იცოდნენ ჩვენაც ინაფლებმა, თქვენ წარმოიდგინეთ. ძალიან შორს ვარ წავედი 1913 წლის სტატისტიკური მონაცემებით. საქართველოში იწყვებოდა 113,000 დესეტინა მიწა. ეს თანამედროვე ენაზე, რომ გადავიყვანოთ ჰექტარებში, არის დაახლოებით 124,000 ჰექტარი. დღეს საქართველოში ისეა გაძარცვული, განსაკუთრებით აღმოსავლეთ საქართველოში სარწყავის სისტემები, რომ 80,000 ჰექტარი იწყვება სუნთლად. საბჭოთა პერიოდში საქართველოში
ექსპლუატაციაში იყო აშენებული მეტი იყო, მაგრამ იწვებოდა 375,000 ჰექტარი. დასავლეთ საქართველოში დაახლოებით სეზონური წყები ტარდებოდა გვალვებისა და როდესაც ნალექების მცირე იყო. მით უმეტეს იქ ჩვენ ეს სარწყავი მილებით გაყვანილი და მებით ესე ვთქვათ არხებით და სულ ამოთხრილია ეს მიწიდან ყველაფერი და გაყიდულია აღმოსავლეთ საქართველოში, კახეთში, ქართლში. სულ განადგურებულია ეს. ეს მოითხოვს უზარმაზარ კაპიტალურ დაბანდებებს. დასავლეთ საქართველოში იყო ნახევრადსტაციონარული და სტაციონარული პატარა სადგურები, რომლებიც 60,000 ჰექტარზე აკეთებდნენ ასეთ წყებს. გარდა ამისა, იქ მიდიოდა დაშრობითი სამუშაოები. დღეს ჩვენ აღმოსავლეთ საქართველოში გვჭირდება დაახლოებით 460,000 ჰექტარის გასარწყავება. დასავლეთ საქართველოში სადღაც 80,000 ჰექტრის და დაშრობით სამუშაოები გალისა და ოჩამჩირის რაიონში უნდა ჩატარდეს დაახლოებით 150-160,000 ჰექტარზე. ეს იმიტომ რომ ხელმეორე დაჭაობება დაიწყო. მოულელობის გამო დაახლოებით 90-იანი წლებიდან პრაქტიკულად იქ არაფერი არ გეთდებოდა. და დაიწყო ეს. ეხლა ამის მთლიანად ასე დაშრობა შეიძლება უარყოფითი შედეგები მოგვცეს, იმიტომ რომ ბევრ ქვეყანაში დაშრობილების ხელახლა დაჭაობება მოუწიათ, იმიტომ რომ ეკოსისტემები ირღვევა. და ის კოლხეთი და ის ფოთი და ის ტერიტორია ეს გადაფრენითი ფრინველების ერთ-ერთი სადგურია, სადაც ისინი ისვენებენ, მედიან და მოდიან მეორე იქაა აჭარაში. ამიტომ ამას ძალიან გონივრული დათვლა უნდა. აქ უნდა იყვნენ ჩვენი ადამიანები, რომლებიც ამას დაითვლიან, ისე რომ ბიოსისტემა არ დაირღვეს. აი ამოცანები, რომლებიც აგვაქვს, თუ ეს საკითხი არ გადავჭერით, არც ერთ შემთხვევაში არაფერი არ გამოგვივარ, წყვის გარეშე არაფერი არ გამოვა. ბატონ ბადა, იქიდან გამომდინარე, რომ ყველა გონიერი ადამიანის საფიქრალი ის არის, რომ დღევანდელი გაუსაძლისი მდგომარეობა გაუმჯობესდეს და ჩვენი შვილების მომავალი უფრო უკეთეს ფერებში ჩამოყალიბდეს. თავისთავად ეს ყველაფერი რთული ასახქმელია, იმიტომ რომ ესე ვთქვათ, კატასტროფულად იზრდება სიღარიბის ზღვარი, კატასტროფულად იზრდება უმუშევრობის ზღვარი, კატასტროფულად ესე ვთქვათ, გაუსაძლისი ვითარება ნებისმიერ მიმართულებით, პოლიტიკურ თუ საზოგადოებრივ თუ დემოგრაფიულ თუ სოციალურ ვითარებებში და აქედან გამომდინარე საქართველოს განვითარების ქვაკუთხედი და სიმყარე ისევ სოფლის მეურნეობაზე დგება. როგორც ოდითგანვე ქართველი გლეხი ინახავდა საქართველოს და 1000 ომებისგან და მტარვალებისგან იცავდა როგორ ინარჩუნებდა ამ სიდიადეს ჩვენი ქვეყნისა. დღესაც ალბათ ისევ თუ იქნებ სხვა რაღაც განვითარების სხვა ტენდენციები შემოდის და სოფლის მეურნეობა გადადის მეორე პლანზე. მე სრულებითაც არ მინდა რომ საქართველოს აგრარულ ქვეყნად დარჩეს, ან უკეთეს შემთხვევაში აგრარულ ინდუსტრიულ ქვეყნად. საქართველოს მომავალი ამაში არ არის. საქართველოს მომავალი მის ინდუსტრიალიზაციაშია და ინდუსტრიულ საქართველოს ექნება ზეგანვითარებული სოფლის მეურნეობა. აი ასე უნდა განვიხილოთ ეს და კიდევ ერთხელ ვამბობ, ამის განხორციელება შესაძლებელია მხოლოდ და მხოლოდ მაღალი ტექნოლოგიებით. თანამედროვე ტექნოლოგიების და თანამედროვე სტიმულატორების გამოყენებით. საქართველოში ასეთი ბიოსტიმულატორი 3-ია უკვე. ერთი არის აკადემიკოს რამაზ გახოგიძის ბიორაგი და კიდევ ბიორაგის სახეობები. მეორე პროფესორ გიან ადარეიშვილის ძალიან ცნობილი ექიმის ხოთაშორის და ძალიან არაჩვეულებრივი პიროვნების უდიდესი პატრიოტის მიერ მიღებული პრეპარატები, რომლებიც ბიორაგის მსგავსად
ნიადაგში სდის ჰუმუსის შემცველობას, მოსავალს იცავს სხვადასხვა მავნებლებისაგან, მედეგობას აძლევს სცენარებს და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ამიტომ და მესამე ეს არის მიხეილ ჭიჭაყუა, ნიკოლოზ ზაზაშვილი, არაჩვეულებრივი ახალგაზრდების გუნდი, რომლებმაც მიიღეს შესანიშნავი ბიოსტიმულატორი ბიოაქტივი. ეს ქიმიური ნივთიერებების არა, ბიოაქტივია, ამიტომ ეს ბიოლოგიურად არა ქიმიური პრეპარატები არ შედის. ბატონი რამაზი თავის მიერ მიღებულ ბიორაქს სვამს. რამდენადაც ვიცი, რამაზი თუ გიანა. ბატონი რამაზ გახოგეძე. ბატონმა რამაზ გახოგეძე მას დაახლოებით 80-იანი წლების დასაწყისში შექმნა. ამ საქმეს ამოუდგა შემდეგ და ის რასაც აკეთებს პროფესორ გიანა დარეიშვილი და ეს ახალგაზრდები მიხეილ ჭიჭაყუა და ნიკოლოზ ზაზაშვილი არაჩვეულებრივი პრეპარატები მიიღეს. ეხლა რა არის ამ პრეპარატებში კაცობრიობა აქეთკენ მიდის. ესენი ამცირებენ თესლის ნორმას. თუ გჭირდებოდა თქვა თესლი გექტარზე 250 კილოგრამი, ეხლა გჭირდება 100 კილოგრამი. ისეთი მარტყობა აქვს და ესეთი რამე. რა ქვია მას, მოსავლიანობა იზრდება 3-4 ჯერ. ლაპარაკია იმ მოსავლიანობიდან კი არა, ჩვენ რო გვაქვს საშუალოდ 1.8 და 2.3 ყველაზე მაქსიმუმი. ან სიმინჩი რო გვაქვს, რა ქვია მას, 2 და 3. ვის რა თუნდა ასეთი ან სიმინდის წარმოება, ან ასეთი ხორბლის წარმოება. აბა რამდენი იყოს ბატონო? ყველაზე მცირე საშუალო საჰექტარო მოსავლიანობა ქვეყანაში ხორბალში უნდა იყოს 4.5 ტონა, ხოლო სიმინჩი 6-7 ტონა. ამაზეა ლაპარაკი. თუ მიმდინარეობს ამ ტექნოლოგიების პროგრესირება და დანერგვა ეს. ეხლა ინდივიდუალურად მუშაობს ერთის და მეორეც. ახლა აკადემიკოსმა გახოგეძემ ბიორაგის რეგისტრაცია შეძლო. მაგრამ მან შექმნა ასევე არაჩვეულებრივი პრეპარატი ბიოფარი. ეს არის ასეთივე ბიოლოგიური პრეპარატი, რომელიც სადაც ძალიან მაღალი ეფექტიანობა აქვს ფაროსანასა და სხვადასხვა მავნებლების წინააღმდეგ. ეს მან გააკეთა შესანიშნავ მეცნიერ ქალბატონთან, ეკონომიკის დოქტორთან, ქალბატონ ლია კვარაცხელიასთან ერთად. და უაღრესად საინტერესო ტექნოლოგია. მათ მიიღეს პატენტი. მათ მიიღეს ამაზე ესე გამოგონება და რა ვიცი რა. უკვე მესამე წელია. სოფლის სამინისტროს რაღაც მარეგისტრირებელი ორგანო ამის რეგისტრაციას არ აკეთებს. არის რაღაცა, რომელიც იძახის, ამას არ ვიზამთ ასე. ამდღან იძახობდნენ, რომ თუ იქნება პატენტი, თუ იქნება რამე. აქ წესრიგია და სამყარებელი. ეს ხალხი, რომლებიც აი ესე არის იქცევიან, ისინი სამსახურიდან უნდა წავიდნენ, ისინი პროგრესს სიახლეს უშლიან ხელს. იგივე პრობლემების წინაშე დადგება გიანა დარეიშვილი. უდიდესი პრობლემების წინაშე დადგება. ეხლა მე რასაც ვამბობ, რომ შედეგები ბიორაგისა და გიანა დარეიშვილის პრეპარატის გამოყენებაში თუ რამდენი პროცენტით გაიზარდა შიგ ჰუმუსი, ეს მათთვის წარმოუდგენელია. მათი აზროვნება არის დაახლოებით 100 წლის წინამდელი, ვთქვათ, რომ ამბობდნენ ვიღაცეები. რომ 1 სანტიმეტრი ჰუმუსის შექმნას სჭირდება 100 წელი და რამე. აგერა შედეგები. ეს გამოიცადა არა მარტო საქართველოში, არამედ გამოიცადა ძალიან ბევრ ქვეყანაში. ამიტომ უნდა ვნახოთ ეს. იმედი მაქვს, რომ ახალი სოფლის მინისტრი ოთარ შემოგია, სხვადასხვა
გუშინ მქონდა მასთან საუბარი სატელეფონო და ალბათ შევხვდებით ერთმანეთს იმ კვირაში. ამ საკითხებს ყურადღებით მოეკიდება. იმიტომ რომ ეს არის უმნიშვნელოვანესი რამ დღეს რაც გვჭირდება ჩვენ. და ყველა ვყრით ფულს ისეთ სისულელეებში, რომელიც ავადებს ყველაფერს. ავადებს მოსახლეობას, ანადგურებს ფუტკარს და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ნახოთ რა რაოდენობის ფუტკარია განადგურებული ვერ წარმოიდგენ. თქვენ მოისმინეთ იმ დღეს, როდესაც ითქვა, რომ თქვენ ბრძანეთ ბატონო პაატა ტერმინი ჩვენ ქართველები თაფლის ცივილიზაცია ვართ, დიახ, ჩვენ თაფლის ცივილიზაცია ვართ. ჩვენ პურის ცივილიზაცია ვართ. ჩვენ ღვინის ცივილიზაცია ვართ. ჩვენ საერთოდ სამიწათმოქმედო ცივილიზაციის სათავეში ვიდექით და სათავეებთან. აი სადაც ჩვენ ცხოვრობთ, აქ მთავრდება სწორედ კულტურული სამიწათმოქმედო ცივილიზაცია. შემდეგ იწყებოდა იქ ტრამალები და იწყებოდა ეს ჯოგური ცხოვრება და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ჩვენ შევქმნით ძალიან ბევრი რამ. ამას უნდა მოფრთხილება და ამას უნდა განვითარება. დღეს იმდენად არის ყველაფერი განვითარებული, რომ ვერ წარმოიდგენთ. ეხლა ერთ-ერთი ჩვენი დოქტორანტი ერთ-ერთი ევროპული პროგრამით არის ვენის აგრარულ უნივერსიტეტში. და თითქმის ყოველ კვირას ვესაუბრები ნინოს. და დამაკავშირა მეცხოველეობის დეპარტამენტის ხელმძღვანელთან, ცნობილ პროფესორთან, რომელსაც კერძო თავისი ფერმაც აქვს ალპებში. ახლა ვეკითხები, რომ თქვენი ძროხები რა შვებიან, როგორ არიან, რამდენი წველიან. 6-7,000 ლიტრი. ნუ თან როგორ დადიანე, ჩვეულებრივად. ჩვენ თან ის გამოყვანილი ჯიშია სპეციალურად იმ პირობებისთვის შექმნილია. ეს თელი დღე საძოვარზეა, შემდეგ მოდის და მინერალებს აძლევენ საღამოს. აი ეს არის და ეს. მაგრამ იქ უზრუნველყოფილია ეს ბევრი რამით. ელექტროენერგიით. თუ ავიღებთ ავსტრიის მაგალითს, ავსტრიაში საერთოდ ღვთის მრეწველობა ისეა განვითარებული. ამიტომ ჩვენც ეს უპირატესობა გვაქვს. და სხვათა შორის ავსტრიის ესე ვთქვათ პარალელი შეიძლება საქართველოში. ამაშია საქმე. ავსტრია, შვეიცარია ჩვენთვის ამ თვალსაზრისით არის სამაგალითო, იმიტომ რომ ჩვენც საძოვრული მეცხოველეობის უზარმაზარი უპირატესობა გვაქვს. ქვეყნები ოცნებობენ ამას და ჩვენ თითქმის 1,800,000 ჰექტრამდე გვაქვს საძოვარი. და ამის გამოყენების ეფექტიანობა არის კატასტროფული. ეს იმიტომ რომ ჩვენ მთა გვაქვს დაცლილი. მთის დაცლა ეს გაცილებით დიდი კატასტროფა იქნება საქართველოსთვის, ვინმე თქვათ, რა ვიცი, რა გითხრათ რა. ეს თქვენ წარმოიდგინეთ, ძალიან კარგად იცოდა ერის მამამ, ილია ჭავჭავაძემ. და წერდა რუდის, რომ საქართველოს მთიანეთში მეცხოველეობის განვითარება, მოსახლეობის დამაგრება განვითარებისა და თავდაცვის უპირველესი საფუძველია. ყველაფერი თქვა მან. ყველაფერი აქ ნათქვამი. ანუ თაში ცხოვრობი კაცი მესაზღვრეა მომე დროს. და ის ძროხაც ასრულებს იქ და ცხარი ამ მესაზღვრის როლს. როგორც კი გამოვიყვანეთ, ჩემო ბატონო და განადგურდა კომპლექსები, თქვა უდაბნოში მეღორეობის, მეცხვარეობის, იმ წუთას ვიღაცები ერთღამეში სახლდებოდნენ იქ. და ჩვენ ამ კაცრ კონტროლს ვერ ვეწევით ამ რა ქვია იმას იმიგრაციისას. ალბათ ბადა, თქვენ მოგეხსენება ჩვენი გადაცემები. ამიტომ ერთსაც ვიტყვი და დავამთავრებ. კი ბატონო. ამიტომ თუ ჩვენ აქ გარღვევა არ გავაკეთეთ, არაფერი არ გამოვა. მე ახლა ასე ჩქარა არ გაკეთდება ეს, მაგრამ ჩვენ აუცილებლად უნდა ვიმუშაოთ იმაზე, რომ ჩვენ ძროხებმა შეინარჩუნონ ის იმ პირობებისადმი ადაპტაცია. ხო, ნუ ადაპტირებულები არიან, ეს თხები ვდარბიან იქ, მაგრამ აუცილებლად უნდა გაიზარდოს მათი პროდუქტიულობა. აუცილებლად იქ ყოველდღე დასაშვებია, რომ 1500, 2000, 2500 ლიტრი
3000 ლიტრამდე მოიწველო. ამიტომ ჯიშების გაუმჯობესებაზეა ლაპარაკი. და იქ საჭიროა ელექტროფიკაცია. იქ საჭიროა საწველი აპარატურა, იქ საჭიროა სხვა რაღაცები. ეხლა ხელოვნური დათესვლა არის. მაგრამ იქ პრობლემებია ხშირად. ხელოვნური დათესვლის შედეგად გამოსაყენებლობა არის 65%. ჩვენ დღეს უკვე იქ ბუღების პრობლემა გვაქვს. ყველაფერი გადასახედია ეს. ბატონო, ეს კომპლექსურად, რა თქმა უნდა, ყველაფერი კანონმდებლობაში უნდა იყოს ასახული. ეს ასახული უნდა იყოს სახელმწიფო პროგრამა. რამდენი წელია კოოპერაციის საკითხი დაიძრა საქართველოში? როგორ შეეთვისა კოოპერაციები აი ამ პრობლემების აღმოფხვრას? არის დაკრედიტება თუ არა იაფასიანი ან სხვა საგრანტო პროექტები ან რაღაც მაგდაგვარი სახელმწიფო მხარდაჭერა? დღეს საქართველოში კოოპერაცია რეამინაციაშია. ამის გაუქმება არც ერთ შემთხვევაში არ შეიძლებოდა. კოოპერატივების ეროვნული სააგენტო როგორც სიპი უნდა გარდაქმნილიყო აიპით. სადაც აი ეს ორგანიზაცია ევროპაზე დამყარებული პრინციპით შევიდოდა კოოპერატივში და 3 წლის შემდეგ ის იქიდან გამოვიდოდა. მანამდე ფეხზე დააყენებდა და იქ მოხდებოდა ამ აზროვნების ჩამოყალიბება. ამას უდარმაზარი მნიშვნელობა. ბატონო, ერთია თვითონ ვერ ხდებოდნენ, მაგრამ მეორეა მე არაერთხელ მახსოვს თქვენ ბევრი პუბლიკაციები, უშუალოდ მიმართვები გაქვთ შეტანილი ამ თემასთან დაკავშირებით. დიახ, ბოლო წერილი გაუგზავნე პრემიერ-მინისტრს და პრემიერ-მინისტრმა ძალიან საღი დავალება გასცა ამაზე და რეზოლუცია დაეთო. მაგრამ ეს წერილი არ მოხდა მინისტრთან. და მე მომივიდა მინისტრის პირველი მოადგილისგან პასუხი, სადაც მაქებს, ადიდებს და ჩემთან თანამშრომლობა და ჩემი კონსულტაციები აუცილებელია და რომ თურმე მე აქ შევქმენი მთელი ეს რაღაცა, მართლაც კოოპერაციაში ბოლო 50 წელია მე და ჩემმა ოფილმა დოქტორანტმა უკვე დოქტორმა და ამ დარგის შემიძლია ვთქვა ერთ-ერთმა ყველაზე კვალიფიციურმა მცოდნემ დავით მამუკელაშვილმა ახლობით ერთდროულად დაახლოებით 75-80 შრომა გამოაქვეყნეთ და კანონის პროექტები და რა არ გავაკეთეთ. ეს ყველაფერი მზად არის. ეხლა ჩაატარეს გუშინ წინ რაღაც თათბირი და იქ არ ვიყავით ჩვენ მიწვეულები. აი როდესაც სოფლის მინისტრი მესაუბრა გუში. სწორედ ეს უთხარი, თქვენ თანამშრომლობა არ გინდათ, მე ვუთხარი. ან შენ გვერდით გარეშე ხდება ყველაფერი. როგორაა ეს მე ვუთხარია? სადაც იქ სასაცილო ხალხი იჯდა მე ვუთხარი. ის ხალხი რომელსაც დაანგრია კოოპერაცია მე ვუთხარი. ეხლა სხვა დარგს ანგრევინებთ. წლებს ვასწავლეთ 3 წლის მანძილზე რა იყო კოოპერაცია. როცა გაირკვნენ, გააუქმეთ მე ვუთხარი. არ გამოვა ეს. ჩვენ გამოვაქვეყნეთ მთელი წერილები იაპონიის სამეურნეო გამოცდილება, საფრანგეთის, გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის, სხვების და სხვების. აქეთკენ მიდის სოფლიო. სხვა გზა არ არის. ეხლა თქვენ ახსენეთ ფუტკარი, ახსენეთ ესე ვთქვათ საქონელის პრობლემები და იმაზე რომ ვილაპარაკოთ მარცვლეულების და სხვა სოფლის მეურნეობის პროდუქციის. ყველა შემთხვევაში სახელმწიფომ გააკეთა არჩევანი, ყველაფერი კერძო მეწარმეობას გადასცა და მისცა საშუალება განვითარების, მაგრამ ეხლა მაგაზე მინდა ვთქვა რა. უბრალოდ საუბრის ძალიან ბევრ გამოჩენილ მოღვაწეს ერთი პრობლემა აქვს. ისინი გულდაწყვეტით საუბრობენ იმაზე, კაცო, ეს რა უბედურებაა 100%-ით კერძო წარმოება და კერძო სექტორი აწარმოებს სოფლის პროდუქციას. სახელმწიფოები არ აწარმოებენ სოფლის პროდუქციას. სახელმწიფოს სხვა ფუნქცია აქვს. სახელმწიფოს მარეგულირებელი ფუნქცია აქვს. სახელმწიფო იმუშავებს მიზნობრივ პროგრამებს ხარდაჭერისას ამარ თუ იმ დარგის განვითარებისათვის. მაგრამ და პლუს ამას სახელმწიფო, როდესაც მოთხოვნა
მიწოდება ირღვევა და ბაზრის დესტაბილიზაცია ხდება, აი სახელმწიფო ამ შემთხვევაში გამოდის პროდუქციის დამკვეთად, დამფინანსებლად და შემსყიდველად, ანუ განმანაწილებლად. მარაგებს არ განკარგავს? ეხლა რაც შეეხება ამას, თქვენ კარგად იცით, რომ მე პრაქტიკულად მომეწია ამ საკითხებზე პირველს დისტანციების დაცვა ერთ-ერთ პირველთაგანს და ჯერ კიდევ მაშინვე 90-იან წლებში ვამბობდით, რომ სურსათის სტრატეგიული ფონდია შესაქმნელი. აი ეხლა კიდევ უფრო ამ რუსეთის ამ აგრესიამ, რუსეთის ამ შეჭრამ, ამ რა ქვია, ომმა უკრაინის მიმართ, ბარბაროსობამ კიდევ ერთხელ დააყენა საკითხი. ქართველი კაცი იმდენად კეთილშობილია, რომ თავისას ყველაფერს იკლებს და უკრაინაში აგზავნის. მაგიგერა ვნახე ერთ-ერთ ვაკეში, სადაც გროვდებოდა ეს ყველაფერი და უკრაინული კონფეტები და უკრაინული ვაფლები როშენისა იყო მიდანილი. უკანო. და ხო, უგზავნე, არა, ეს მე ვიყიდე და უგზავნი მხარ ტანსაცმელს და ყველაფერს. ჩვენ უნდა დავფიქრდეთ ამას. ჩვენ მოგვიწევს ძალიან დიდი კრიზისში ყოფნა. ეს ომი არ დამთავრდება ასე ადვილად. ეს ომი გაგრძელდება რამდენიმე 1-2 წელიწადი მაინც. ამიტომ რუსეთი უკვე მთელ მსოფლიოს ემუქრება სასწრაფო კრიზისით. და ხო უყურებ რა გააკეთა, უკრაინული ხორბალი გაანადგურა, უკრაინული ხორბალი დაატყვევა და ასეთ რაღაცებს აკეთებს. ჩვენ პრაქტიკულად თითქმის 100%-ით დამოკიდებული ვართ რუსულ ხორბალზე და ფქვილზე. ეხლა რა გააკეთა რუსმა? ადგა და ხორბალზე ისეთი საბაჟო განაკვეთები დააწესა, რომ მათ ჩვენ პრაქტიკულად ვერ ვყიდულობ. ეხლა საერთოდ აკრძალა მხოლოდ და მხოლოდ ფქვილი. და ფქვილს არ არის ისეთი მაღალი საბაჟო, მაგრამ ამან რა გამოიწვია საქართველოში? ამან საქართველოში გამოიწვია ის, რომ 15 წლის კომბინატიდან პრაქტიკულად უკვე 12 არ მუშაობს. ხორბალსლი არ არის და ხორბალს ვერ ფქვავენ. ამან გამოიწვია რა? საოჯახო მეფრინველეობისა და იმ საოჯახო პირუტყვის ქატოს უქოლმობა. რა თქმა უნდა, გადამუშავების შედეგად იმით სარგებლობს. შემოდის მხოლოდ და მხოლოდ ის. ამან გამოიწვია მუშახელის შემცირება ამ წელს კომბინატებში. ეს ჯაჭვური რეაქცია. გადასახადების შემცირება. ფასები როგორ იზრდება, გაიზარდა. ნახეთ რა ღირს ახლა 1.50 კილოგრამიანი პარკი ის რა ფქვილი. წარმოუდგენელი ფასია, ხო? და ეს გარდაუვალია, პურის ფასი გაიზრდება. ბატონო, კაფიო შეკითხვას დაგისვამ და კაფიოდ გამეცით პასუხი. აქვს თუ არა დღეს მიუხედავად იმისა, რაც ახლა თქვენ მოგვახსენეთ, იმ სარწყავი მილების არ ქონა, შესაბამისი პრობლემები ინფრასტრუქტურაში, მექანიზაციაში, მელიორაციაში, აქვს თუ არა სახელმწიფოს რესურსი და შესაძლებლობა განახორციელოს ესეთი ასე ვთქვათ ბლიცკრიკი სოფლის მეურნეობაში და გააძლიეროს შემოსავლის შემოდინება შიდა პროდუქციის. სახელმწიფომ და მთავრობამ ხალხს სიმართლე უნდა უთხრას. მაგრამ ეს უნდა იყოს არგუმენტირებული სიმართლე. თუ რა გვჭირს და რა გვაქვს, მათ უნდა უთხრას, რომ ლეხკაცო იმის გამო რომ შენ ვერ აწარმოებ ქვეყანაში სასათო კრიზისია და ეს ჩემი ბრალია, იმიტომ რომ მე შენ სტიმულებს ვერ გიკეთებ იმისათვის რომ შენ აწარმო. ეს აქედან უნდა დავიწყოთ. და რაც თავარია, ხმამაღლა უნდა გაცხადდეს, რომ საქართველოს მთავრობა იწყებს ამ დარგის მოდერნიზაციას. არის ჯგუფი მეცნიერებისა, მათ შორის დიდი გამოცდილების, უფროსი თაობის, საშუალო თაობის და რომლებმაც იმუშავეს ამ დოკუმენტზე და დოკუმენტი მომზადებულია. მე ვფიქრობ, რომ ეს იმ კონდიციაშია,
რომლის განხილვა არის ის განხილვისთვის მზად არის მთავრობის დონეზე, სოფლის სამინისტროს დონეზე და იგი არის აუცილებლად გარკვეული კორექტივების შემდეგ მისაღები. საქმე რაშია? ეს სახარება არ არის. როში იგი რამოცვლებას ვერ შეიტანა, ეს დოგმა არ არის. რომ მომენტი ვაჩვენებს მისი შეტანის ცვლილებების აუცილებლობას. ტრანსფორმაციის აუცილებლობას. ამიტომ თავარი რომ ესე დავზრათ, დათვლილი იქნეს ამის ბიუჯეტი. გასაკეთებელია რამდენიმე სახელმწიფო პროგრამა. უპირველეს ყოვლისა ეს არის მარცვალი, მაგრამ მარცვლის სახელმწიფო პროგრამა უნდა მოიცავდეს ისეთ პროგრამას, მნიშვნელოვან პროგრამას, როგორც არის მაღალი რეპროდუქციის, ანუ ელიტური საკუთარი თესლის წარმოების პროგრამას. ეხლა ჩვენ კიდეც რო გქონდეს საშუალება სათესლე მასალა. ამის კულტურა და ტრადიცია გვაქვს ჩვენ. რა თქმა უნდა, უზარმაზარი მიუხედავად იმისა, რომ პირველი წარმოებლები ვართ. ხო, უზარმაზარი ტრადიცია ამის. სხვათა შორის მაგრამ მე რამდენადაც ვიცი, სათესლე ხორბალს ჩვენ ვყიდულობთ და არ ვაწარმოებთ, ხო? თუ მაგაც გეტყვი. აკადემიკოს ნასყიდაშვილის გარდაცვალების შემდეგ პრაქტიკულად ჯიშთა გამოცდა და ადგილობრივი სათესლე მასალის წარმოება ცაში დაეკიდა, გაქრა. სახელმწიფო თვალისაგან, სახელმწიფო პატრონაჟისაგან გაქრა ის. მაგრამ 2013 წელს სოფლის მინისტრის ახალგაზრდა მინისტრის მოადგილემ დავით გალიგაშვილმა გარკვეული კონსულტაციების შემდეგ შექმნა 100%-იანი სახელმწიფო საკუთრების ორგანიზაცია ჯიშთა გამოცდა და დაიწყო აქ მუშაობა. გამოიცადა ძალიან ბევრი ჯიში სხვადასხვა ზონის მიხედვით განისაზღვრა თუ სად შეიძლება იყოს ხორბალი წარმოებული, სად სიმინდი, სად ქერი, სად შვრია და ეს ალბომების სახითაც დაიდო და ყველაფერში. გარდა ამისა, ასოცირების ხელშეკრულება ითვალისწინებს იმას, რომ ქვეყანას უნდა კონდეს ჯიშთა გამოცდა. მეტუმეტეს მე მაქვს ისეთი ენდემური ჯიშები, რომელსაც ნატრობს საფრანგეთი. ნატრობს გერმანია და სხვები. ამიტომ აქ პარტნიორობაცაა საჭირო და თანამშრომლობაცაა, იმიტომ რომ ჩვენ ამ სფეროში ტექნოლოგიური თვალსაზრისით ვართ გასული საუკუნის 50-იან წლების დონეზე. დღეს რომ არ ვყავდეს ჩვენ კიდევ ერთი ახალგაზრდა კაცი, სოფლის მეურნეობის დოქტორი, ლომთაგორის თესლის წარმოებელი საწარმოს დირექტორი კახა ლაშხი საერთოდ სად ვიქნებით კაცეში მარიცის. ამიტომ და როდესაც ახალგაზრდა კაცი გალიგაშვილი პრემიერ-მინისტრთან გარკვეული უთანხმოებების გამო ამა თუ იმ საკითხებზე არ გადანიშნეს შემდგომ 2016 წლის ბოლოს მთავრობამ მიიღო რაღაც საბჭოს ხდომაზე გადაწყვეტილება, რომ გაეუქმებიათ ჯიშთა გამოცდა. უბრალოდ სოფლის სამინისტრო მიიღო ეს გადაწყვეტილება. მიიღო, იმიტომ რომ გადაეფარათ ის ჩაოხრებული საქმე, რაც ჰქონდათ მექანიზაციაში. ამ ჯიშთა გამოცდას მიწის ნაკვეთები ჰქონდა სერიოზული 90 გექტარი, 100 გექტარი, 120 და ასე შემდეგ და ასე. ეს როგორ ჩაი გაანადგურეს ესე გამო. და უნდათ რომ ეს მიწის ნაკვეთები გაეყიდათ. ეს დაემთხვა სირიის კრიზისს. და იქიდან მოდინება მოხდა ჩვენი მეზობელი ხალხისა, ვინც იქ ცხოვრობდა. და მაშინ ეს დაცული იქნა. ეს არ გაიყიდა, მაგრამ მაინც მოახერხეს ის, რომ ეს გაუქმეს და იმისაც რომ გადაეფარათ ის, რაც ჩაოხრებული საქმე ჰქონდათ მექანიზაციაში, იქ შეაერთეს და ეს მიწები ბანკში ჩადეს. ეს თვით უზრუნველყოფაზე
თვით დაფინანსებაზე და თვითანაზღაურებაზე მომუშავე საწარმოთ იყო ექცეული, ის არავითარი დოტაცია და არავითარი სუბსიდირება არ ჭირდებოდა და უკვე ის 2 წელიწადში ამ თესს მოგცემდა ქვეყანაში. მე მაშინ მოვახერხე ის რომ აი ამ ახალგაზრდა კაცს გალიგაშვილთან ერთად ამ რომელიც ასე აკლია დღეს სოფლის სამინისტროს მოვახერხე შეხვედრული იმდროინდელ პრემიერ-მინისტრს მამუკა ვახტაძეს და უთხარი რომ ამის გაკეთება არ შეიძლება ამის გაუქმება არის იცოდე კატასტროფა ამას მოიტანს ამას და ამას მით უმეტეს ასოცირების ხელშეკრულებაში პირდაპირაა ჩაწერილი ეს თქო თქვენ წარმოვიდგინეთ მამუკა ვახტაძემ შეაჩერა ეს მაგრამ გადაწყვეტილება ვერ გააუქმა და წავიდა ის და 6 თვის შემდეგ მოვიდა გახარია და გააუქმეს. გაუქმდა ეს ყველაფერი. და იგივე ბედი ეწვია კოოპერატივების სააგენტოს. მაშინ კოოპერატივების სააგენტოც გაუქმდა. ამ რაღაც საბჭოს ხდომაზე და მე ესეც აუხსენით მას. დაუდევით სოფლიო ბანკის და ევროკავშირის დასკვნა თუ რატო არ უნდა გაუქმებულიყო კოოპერატივების ეროვნული სააგენტო. ან უზარმაზარი ფული დახარჯა რომ შეესწავლა მისი ეფექტიანობის ამაღლება როგორ უნდა მოხდარიყო და როგორ უნდა მოხდარიყო ამ სტრუქტურის გამოყენება აი სწორედ მაშინ დაისვა საკითხი მისი iPad გარდაქმნასთან დაკავშირებით ამ მამუკა ვახტაძე მისის გააჩერა ამ ხნის მანძილზე მაგრამ წავიდა ვახტაძე და ამ პატივცემულმა გახარიამ ადგა და გაუქმა ესეც იმიტომ რომ გადაწყვეტილება უკვე მიღებული იყო საბჭოზე. რაღაც ეკონომიკური საბჭო აქვს ამა თუ რაღაც საინვესტიციო მე არ ვიცი კარგად. აი გაუქმდა. აი ჩვენ დავკარგეთ 2.20 ეხლა დღეს ხელახლა და საკრებულო იმ დღეს ამ რამდენიმე ხნის წინათ სოფლის მინისტრი მესაუბრა. და მითხრა როგორ მიგაჩნია თქვენ ეს. მე ვთქვი ეს უნდა აღდგეს ასე. ვინ შეიძლება აქ კონსულტაციები გაგვიწიოს. მე დავასახელე 3 ადამიანი. ერთი ეს არის კახა ლაშხი, მეორე ეს არის სოფლის მეცნიერებათა დოქტორი პროფესორი ადოლი ტყეშელაშვილი და მესამეა სოფლის მეცნიერებათა დოქტორი პროფესორი ცოტნი სამადაშვილი. აი ეს 3 კაცი ყავს. თიზზე ჩამოსათვლელები დაგვრჩა. დანარჩენები არ არიან უკვე. ფიზიკურად არ არიან უკვე და თუ ამათი მოწაფეები იქნებიან სადმე ძალიან კარგია, მაგრამ ეს სტრუქტურა უნდა აღდგეს. ჩვენ მინიმუმ დღეს რომ დავთესოთ 100,000 ჰექტარი, გვჭირდება 12,000 ტონა სათესლე მასალა. და იმ ჩემ წერილში, რომელიც ბატონი ღარიბაშვილის სახელზე დავწერე, იქ მე მას უწერდი, რომ აი ამ ეტაპზე ჩვენ ეს არ აგვაქვს, ამიტომ უნდა ვთხოვოთ მეგობარ ქვეყნებს. პირველ ყოვლისა საფრანგეთს კანადას, შეერთებულ შტატებს, რომ როგორმე დაგვეხმარონ და ეს სათესლე მასალა მოგცეთ და პარალელურად დავიწყოთ ამაზე მუშაობა. თავის დროზე, როდესაც ყველაზე მაღალი შედეგი მივიღეთ, ეს იყო თურქეთის მიერ მოცემული 6,000 ტონა სათესლე მასალა. და აი ჩვენ ამ მდგომარეობაში. ამიტომ აქ ეს პრობლემებია. ესე იგი ერთი რომ და მესამე იგივე რა ქვია იმას რა შეეხება გადამუშავებელ საწარმოებს. გადამუშავებელი საწარმო როგორც ასეთი ცალკე ინდივიდუალურად ქართულ სოფელში დღეს არის ფეოდალი. მისი არსებობა ცალკე სოფელში ნიშნავს რომ იგი ღლიწავს და ანადგურებს სოფელს. იგი მისი აცებლური იმანენტური ბუნებიდან გამომდინარე შეპესე. ცდილობს რაც შეიძლება იაფად წააგლიჯოს გლეხს წარმოებული პროდუქცია არა, იაფად გამოართვას. რა ხდება? ამით იმ გლეხს არ აქვს დღეს იმაზე მეტი შეძლება, რაც ჰქონდა შარშანთ ამ დღეს. ერთი თეთრითაც დიდარი არ არის. რაც მას უკარგავს ყოველგვარ სურვილს, შემობატონო, სოფლად ცხოვრებისა და სოციალურ-ეკონომიკური განვითარების პერსპექტივას უქრობს. ამიტომ დღეს შეპესები ალტერნატივა არის კოოპერატივები, ისეთი კოოპერაციული საწარმოები,
სადაც ერთიან ციკლში იქნება ყველაფერი წარმოდგენილი, ანუ რეალიზაცია, იმისი პროდუქციის წარმოება, ნედლეულის წარმოება, გადამუშავება და რეალიზაცია. სადაც სამივე ეტაპზე პროდუქციის ხარისხით და საბოლოო შედეგით დაინტერესებული იქნება გლეხკაცი და ის მოგებას მიიღებს არა მარტო ჩაბარებული ყურძნიდან, არამედ ღვინის რეალიზაციის შედეგად. 100-იან დღეს თელ მსოფლიოში. ანუ ამ შენატანებით ისაზრდოებს კოოპერაცია და ეს იქნება შენატანებით ვერ გავიგე. ყურძნით, არაფერი, ხორბლით. საწარმო იქნება ერთი საწარმო. ეს კი არ იქნება ასე გლეხი. მარტო და ეს აგერ საწარმო გადამუშავებელი. ეს ერთი ორგანიზმი იქნება. ანუ წარმოების, გადამუშავების და რეალიზაციის ერთიანი ციკლი იქნება. ამაშია საქმე. ამ გზით უნდა ვიაროთ. და დღეს რით ისაზრდოობს კოოპერაცია? კოოპერაცია დღეს არ არსებობს. მე მახსოვს ჩვენ ერთად ვიყავით პარლამენტის საკომიტეტო მოსმენაზე და მანდ იქ პირიქით გახსოვთ მე რა უთხარი მინისტრის ერთ-ერთ მოადგილეს შენ აუცილებლად ბორკილებს დაგადებენ ხელზე თქვა. ის დღესაც ბოგინობს სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე. ხოლო ის ვინც დანიშნეს რა ქვია მას მე მიწის სააგენტოს უფროსად, ვინც მანამდე კოოპერატივების სააგენტოს უფროსი იყო, გაიგონე რა უთხარი. შენ 3 წლის მანძილზე გაგაგებინებთ რა არის კოოპერაცია და ეხლა შენ ჩაუდგები მიწის სააგენტოს სათავეში და კიდევ 3 წელი დაგჭირდება რომ გაიგო რა არის მიწათსარგებლობა, მიწათმფლობელობა და სახელმძღვანელო პრინციპები ამაში თქვა. აი ესა გვაქვს ჩვენ. აი სიტუაცია ეს არის. ამავე დროს გვაქვს უდიდესი პრობლემა განათლებისა და უდიდესი პრობლემა მეცნიერებასთან კავშირისა. უნდა გავიგოს ყველამ რომ სოფლის მეურნეობა მეცნიერებაზე დამყარებული ინდუსტრია. მეცნიერების გარეშე არაფერი არ გამოვა. რა ვილაპარაკე? მხოლოდ და მხოლოდ ახალი ტექნოლოგიები, ტექნოლოგიური გარღვევა არის ერთადერთი ხსნა იმისა, რომ სოფლის მეურნეობამ დააკმაყოფილოს მოსახლეობა. რა არის საქართველოს პოტენციალი? ბიო, აგრო, ბიო გეოკლიმატური პოტენციალი, ანუ რამდენი ადამიანის გამოკვება შეუძლია საქართველოს სოფლის მეურნეობას. ეს არის დაახლოებით სულ მინიმუმ 10 მილიონი ადამიანი. დღეს ჩვენ ვერკვებავთ 3.5 მილიონს. და ამის პოტენციალი ესაა. ყველა გვეუბნება, ყველა ფუძემდებლური დოკუმენტი რაც არსებობს და რაც არსებობს საერთაშორისო ორგანიზაციები ყველა გვეუბნებიან. რომ თუ გაქვს მიწის რესურსი, თუ გაქვს ეს და ადგილობრივი ბაზარი მით უმეტეს ამ პროდუქციის წარმოებისა, აწარმოე. რომელ შედარებით უპირატესობაზე მელაპარაკებია? ასე რომ ვინიძელო, არაფერი არ უნდა ვაწარმოო მე საქართველოში. ხილში ჩემზე დიდი შედარებით უპირატესობა აქვს ჩინეთს, იმას ხორბალი, იმას რუსეთს, იმას უკრაინას და ასე. არაფერი არ ვაწარმოო. ეს ხო დაღუპვა ყველაფრისა. ხო და ამ შემთხვევაში ბატონო ბატა ეს ჩვენი ამოცანაა ზუსტად რომ საზოგადოების წინაშე დავაყენოთ ეს საკითხები, დავსვათ თემა მით უმეტეს, როდესაც ეს უკვე დაღეჭილია და დამუშავებულია და უკვე ფაქტიურ ტოლობად არის გადაქცეული და საზოგადოების ძალისხმევით და მათი მხარდაჭერით ხელისუფლებას მოუთხოვოთ ამის იმპლემენტაცია. ეს ამას ემსახურება ჩვენი გადაცემაც და მე დღეს თქვენი ესე ვთქვათ, სტუმრობით ძალიან სერიოზულად მინდა რომ დავუყენოთ საკითხი ხელისუფალთ და იმ მესვეურთ, ვისაც ავალიათ ეს ამოცანები და წინააღმდეგ შემთხვევაში ამას უფრო მეტი პერმანენტული რეაქცია და რეაგირება მოყვება. ბატონო ბატა, თავისთავად სოფლის მეურნეობის ეს პრობლემები, რომელიც ჩვენ ახლა ავსახეთ ჩვენს საუბარში, უპირატესია დღეს ყურადსაღებობის თვალსაზრისით და შესაბამისად ეს არის ჩვენი შროთმომავალის მყარი დასაყრდენი ბაზა. მაგრამ ყველა შემთხვევაში, როგორც სოციალურ და დემოგრაფიულ პრობლემებს, ასევე გეოპოლიტიკურ ძვრებსაც ძალიან სერიოზული ტრანსფორმაცია და რყევები შეუძლია გამოიწვიოს ჩვენს ქვეყანაში და მით უმეტეს, როდესაც აი ესეთი მძიმე ვითარებას ვხედავთ უკრაინაში.
თუმცა დღეს უცებ გაიხსნა რაღაც გარკვეული, ესე ვთქვათ, იმედის ნაპერწკალი და გამოჩნდა და ჩვენი საქართველოს მხრიდან განაცხადი შევიდა ევროგაერთიანებაში, ესე ვთქვათ, ასოცირების კანდიდატის სტატუსის მიღებაზე. მე რამდენადაც ვიცი, უზენაესი საბჭოს დეპუტაცია შესაბამისი რაღაც წერილი და განცხადება შეადგინა და აპირებს მიმართოს ევროპის სახელმძღვანელო რგოლს, რომელიც უშუალოდ განკარგავს ამ გადაწყვეტილების მიღებას. ჩაგვაყენეთ საქმის კურსში და გითხარით, რა ხდება თქვენი ამ მოქმედებების მიმართულებით. საქართველოს 3500 წლოვანი ისტორიას რომ გადავხედოთ, ეს იყო ყოველთვის დავა და გამათი თუ გინდა იმ ორიენტაციისათვის, როგორი ორიენტაცია უნდა ქონოდა საქართველოს. ამას გენიალური მაგალითია კუბაზის კვლელობა, მეფეგულობაზის კვლელობა, ისტორიით ამბობდა რომ დასავლეთი რომი და ასე შემდეგ და ასე შემდეგ, ის მოკლეს. შემდეგ ტიპიური რაც ხდება მსჯელობა ამაზე, ის გზა თუ ეს გზა. შემდეგ მოვიდნენ ფარსმანები. ძალსახად განსაზღვრეს ეს გზა. არა თუ განსაზღვრეს, არამედ დაანახეს თელ რომს, რომ ჩვენ ძლიერი ქვეყანა ვიყავით, ძლიერი ვიყავით და მეგობარი სახელმწიფო სტატუსი მივიღეთ. შემდეგ ვახტანგ გორგასალი საოცარი ამდერძი, ნუ დაუტოვებთ გზასაც, ბერძენთასაც, რაც ნაგულისხმებია ის სწორედ ევროპა დღევანდელი. შემდეგ ბაგრატ მესამე და მისი გამზრდელები ბიზანტიელი კურაპალატები იყვნენ და შემდეგ ის ქართველი მოღვაწეები, უდიდესი მოღვაწეები, რომლებიც წმინდა მთაზე თუ შავ მთაზე და რა ვიცი და მოღვაწეობდნენ და განსაზღვრეს ეს ყველაფერი. გიორგი ბრწყინვალე შემდეგ დიდება და ეს გზა ისევ და აღმაშენებელი გამომჩა კაცო და აქ ჯვაროსნების მონაწილეობა ამ ბრძოლაში და ორიენტირი განისაზღვრა პრაქტიკულად აღმაშენებელმა განსაზღვრა რომ ქვეყნის საშინაო და საგარეო ორიენტირი თანხმედრაში უნდა ყოფილიყო და ეს უნდა ყოფილიყო ევროპულ სამყაროსთან ესეთი კავშირი. შემდეგ დაქუცმაცებული, განადგურებული საქართველო და ისევ დასავლეთში ძიება. იგივე თუ იმ სულხან საბა და ასე შემდეგ. ფაქტი ერთია, რომ დღეს აი ამ გარემოში ჩვენ გვჭირდება ისეთი პარტნიორები და ისეთი მოკავშირეები, რომელთანაც საერთო ხედვა გვექნება ამ ყველაზე დიდ ფასეულობებთან, რაც არის თავისუფლება, სამართლიანობა, დემოკრატია, განვითარება, კეთილდღეობა, ჭირდება ნამდვილი, ჩამოყალიბებული დასავლური ტიპის პოლიტიკური სისტემა, ასევე საარჩევნო, ჩემო ბატონო, ისეთი სისტემა, რომელიც არ დაუშვებს გაყალბებას, ძალადობას, დაშინებას და რამეს. არ დაუშვებს, რომ ქვეყანაში მედია იყოს, ასე იგი, მეინსტრიმული. ხო, მედიის დაშინება, მედიის რამე, დაუშვებელია ეს ყველაფერი. ჩვენ, რა თქმა უნდა, არ გვექნება ყველაფერს თანხმობა. მაგრამ ამისათვის ჩვენ გვჭირდება სერიოზული განათლება და ცოდნა იმ წესებისა, რაც არის ჩამოყალიბებული დასავლეთში. ჩვენ ძალიან ბევრ საკითხზე მათ უნდა ვეკამათოთ. ხალიჩაზე გამოვიწვიოთ საკიდაური. რომ არის ერის ტრადიციები, ერის ფილოსოფია, აქსიოლოგიური სკალა, კულტურა და ბოლოს და ბოლოს სამეურნეო ტრადიციები, ყვებითი ტრადიციები და ასე შემდეგ და ეს რაც მე განმასხოვებს ყველასაგან, მაგრამ ამ ოჯახის წევრობის
ყველა გარანტიას მომცემს, იმიტომ რომ ჩემი ინტერესი მარტო ეგოისტური არ შეიძლება იყოს, ჩემი ინტერესი უნდა იყოს იმ საერთო ინტერესებში, რომელიც შემოგვაწოდო და სამყარო ცივილიზებული სამყარო ვითარდება. ეს უნდა ვიცოდეთ. გარდა ამისა, ურთიერთობები უკვე იცვლება, რეგიონალური უშიშროების აუცილებლობა დგება. თუ ჩვენ ის მოვახერხეთ, რომ დიდ ბრიტანეთთან, ბალტიელებთან, უკრაინელებთან ერთად რაღაც რეგიონალური უშიშროების კავშირის წევრი გავხდით, ეს ძალიან დიდ რამეს ნიშნავს, იმიტომ რომ ნატოს წევრობა ეს ასე ადვილი არ არის. ამიტომ ამ ნატოსთანაც შეიძლება სხვა ფორმები მოვნახოთ. ნატოს წევრ ქვეყნებთან თანამშრომლობისა და პარტნიორობის შესახებ ცალ-ცალკე თითოეულ. აქვთ მაგათ ამის უფლებები. როგორ არა აქვს თითოეულ ქვეყანას აქვს ამის უფლება ცალკე. და აი ეს რეგიონალური უშიშროების სტრუქტურის შექმნა, რომელიც ეკუთვნის ბორის ჯონსონს, რომელიც ანგლო-საქსონურ სამყაროს ლიდერად ყალიბდება, ანგლო-საქსონური სამყაროს ლიდერად ყალიბდება. ეს კიდევ თქვი რომ მერტმაკნას რომ მას ბორის ლომგული დაერქვას თქვა. ხო და ჩვენთვის ეს იქნება ძალიან დიდი რამ, ძალიან მნიშვნელოვანი რამ. ეხლა იმდენად ავართ მიბმული დღეს რაღაცეებით ცდილობთ მეზობელთან, რომ ამის ასე ხელის ერთი აქნევით იქიდან გამოსვლა შეიძლება მძიმე შედეგი მოგვიტანოს. ჩვენ აქ პრობლემები გვაქვს სერიოზული, მაგრამ თავისუფლება არ უნდა დაგვავიწყდეს და ღირსება. ჩვენ არ უნდა დაგვავიწყდეს ის, რომ არც ერთ ომში არ გქონია ჩვენ უპირატესობა. და თუ ჩვენ ასე ოღონ ომი არ იყოს და ოღონ ის არ იყოს და ეს არ იყოს, ეს ასე არ გამოვა. რომელი ომი უნდა მოგვიგო ჩვენ რიცხობ. თუმცა ასეთი სტრატეგიით 13 წელი ამზადა დიდი გორის ომი დავით აღმაშენებელმა. და ესე ვთქვათ გადავადებით მოიპოვა გარკვეული სტრატეგიული. მაგრამ როგორი მოკავშირეები მონახა ჯვაროსნების სახით. მართალია სულთლად რამდენიმე 400-იც არ იყო მაგალითად. ხო, არა აქვს მაგას მნიშვნელობა. მაგრამ ისინი უნდა გამოჩენილი იყო. კი, გამოჩენილი. დანახული იყო. დანახული. აღმაშენებელმა ასე ხო არა აქვს საქმე ხა შესანიშნავი ქართველი გამოჩენილი მოღვაწის დიდი მეცნიერის, ისტორიკოსის, როინ მეტრეველის შესანიშნავი მონოგრაფია გამოვიდა დიდგორის ომი. დიახ. ისევ როგორც მისი მოწაფის ჯაბა სამუშიასი ცოტა ადრე. და ისეთი რამეებია შეგ დანახული მეტი არ შეიძლება. ეს ომიც არ იყო ასეანდველი. აღმაშენებელმა უკან გზა ჩახერგა, რომ ჩვენ კი, მართალია. ამაში ჩვენ უნდა მომამზადოთ ერი ამისათვის. ის კი არა მანდამაინც შევაკვდეთ ვიღაცას და ვეუბნდა რა. მაგრამ თუ შემოვა ჩვენ ბრძოლის უნარი უნდა გქონდეს. ამიტომ ერის მომზადება ამისთვის საჭირო. მუშაობა ეს შეიძლება დოსააფის მსგავსი ორგანიზაცია, რომელსაც შეგვიძლია დავარქვა სპორტულ პატრიოტულ სპორტულ გამაჯანსაღებელი ორგანიზაცია და დავარქვათ ის სახელი შევარდენი. ჩვენ გვჭირდება სამხედრო საქმის აღდგენა სკოლაში 3 წელი, კვირაში 2 საათი. და უნდა ვასწავლოთ ეს ბავშვებს. ოფიცერი უნდა გახდეს ერის ელიტის ნაწილი. და არა ვინ არის ჩვენთან და პრივილეგია უნდა იყოს. აბა რა, ოფიცერმა ეს ღირსება. და ამას ასე უნდა შევხედოთ. ის აკადემია ცოტა ისე პროფილი უნდა შეიცვალოს რაღაცეები ვასწავლოთ იქ. უნდა გამოვიდეთ 20-ეულიდან და 100-ეულის დონიდან და სხვა რამეები ვასწავლოთ და артиლერია ვასწავლოთ. ჩვენ სამთო ბრძოლები უნდა ვასწავლოთ. ასე ადვილი არ არის ეს. როგორ შემოვედა იმას ისა. უნდა ველაპარაკოთ ყველას. ყველას აუხსნათ რაღაცეები. იარაღი გვჭირდება, თავდაცვა გვჭირდება, საჰაერო დაცვა გვჭირდება, საზღვაო პატრულირება გვჭირდება და რა ვიცი რა არა. ჩვენ ეს ქვეყანა ჩვენი მოსავლელია, ჩვენი საპატრიონოა. ამ ქვეყანაში სამართლიანობა, დემოკრატია, განვითარება ეს ჩვენი გასაკეთებელია.
მე უბრალოდ გავიხსენებ ერთ მომენტს, როდესაც გერმანია საფრანგეთზე აპირებდა თავდასხმას, შვეიცარიის გავლით მას უფრო ადვილი ესე ვთქვათ გზა ჰქონდა, მაგრამ მისმა გენერლებმა უთხრეს, რომ შვეიცარიას ისეთი თავდაცვითი ჯარი და ორგანიზაციული ესე ვთქვათ უნარი აქვს, რომ უფრო გაგვირთულდება შვეიცარიიდან გასვლა. მიუხედავად იმისა, ნეიტრალურ ქვეყანას ასეთი მძლავრი თავდაცვითი ორგანიზაცია ჰქონდა. ფინეთი ავიღოთ. ამხანაგმა ულვაშამ ეგონა რომ გადაყლაპავდა, გაჩერდა. ეს უნდა გქონდეს, ჩვენ უნდა ვიცოდეთ, ეს არ შეიძლება შვილებს მალავდეთ, ჯარში არ გაუშვათ. ბატონო, დაუბრუნდეთ ისევ იმ თქვენ განაცხადს. განაცხადში არის ასეთი რამე, რომ ეს ჩვენთვის გარანტია არ არის. მაგრამ ეს არის შანსი იმისათვის, რომ შევქნათ ისეთი პოლიტიკური სისტემა და ისეთი საარჩევნო სისტემა და ისეთი გარემო ქვეყანაში, რომ საინტერესო იყოს. არ შეიძლება ჯერ ისეთი მეცინება რა. და ამ შემთხვევაში თქვენ რა უნდათ ევროპაში, გასვა. ბოლო რამდენიმე თვეში 80,000 კაცი წავიდა. სად მედიან ევროპაში მედიან, ხო? თუ ჩვენ აქ შევქმნით აი ესეთ პირობებს ცხოვრებისა, არსებობისა, შემოსავლისა, ხალხს ვასწავლოთ გაფულიანება. ხალხს შევასწავლოთ როგორ გამდიდდეს ხალხი. ხარისხიანი განათლება მივცეთ. ხარისხიანი ჯანმრთელობა გავაგეთ. შეიძლება ეს ამ დღეში იყვნენ ჩვენი ექიმები. შეიძლება ასეთ ხელფასი გქონდეთ მასწავლებლებს. ეს ხო წარმოუდგენელია. კი ბატონო, მესმის ეგ თქვენი არ შეიძლება ეს კაცო. მაგრამ მას მეუბნებით, რომ ეკონომიკური ზრდა 18%-იანია. რატოა მაშინ ინფლაცია ქვეყანაში? ანუ სურსათზე ფასების ზრდა. რატო არ მცირდება ფასები? გადავხედოთ რა, როგორ იქცევა ეს სახელმწიფო სტრუქტურები. აი რისი ამოღებაც შეუძლია. ბიზნესიდან კი არ იღებენ, მოსახლეობიდან იღებენ. ვინ იხდის DGG-ს? მოსახლეობა. ვინ იხდის აქციის? მოსახლეობა. ჩვენ ვიხდით, ხო? სადაა მანახეთ სოფლიოში ქვეყანას, სადაც პურზე DGG არის 20%. ეს არის ისეთი პროდუქტი, რომელზედაც არ შეიძლება ასეთი ის იყოს. მაქსიმუმ 7%-ია. ეს შესამცირებელია. აუცილებლად გასაკეთებელია. ახლა ბატონო ბატა დაახლოებით 1 საათის განმავლობაში ჩვენ ვსაუბრობთ, აგერ ერთი ადამიანი თქვენი მსოფლმხედველობიდან გამომდინარე რამდენ თემას შეეხეთ და რამდენი არის ასეთი ღრმად მეცნიერული ნაფიქრალით განსაზღვრული აქვს უშუალოდ კონკრეტული სფეროების და ესეთი ფართო ასპექტებიც. აქედან გამომდინარე ჩვენი გადაცემის ლეიტმოტივის მიხედვით ჩვენ ნებისმიერი პრობლემების გამოაშკარავებას ანალიზს ვუკეთებთ და მერე გარკვეულ გამოსავლის კონცეფციისკენ მივისწრაფით. ანუ საზოგადოებას მარტო პრობლემატური საკითხით კი არ ვტვირთავთ და მოხტავთ უარყოფითად. მათ რაღაც იმედის ნაპერწკალსაც რა უნდა დავანახოთ, როგორ უნდა ჩვენ რა შეგვიძლია ამ შემთხვევაში, როგორ უნდა მოვიქცეთ ჩვენ და უბრალოდ აი თქვენ ელიტარული, ესე ვთქვათ, ინტელექტუალური საზოგადოება, რომელსაც უამრავი გამოცდილება, უამრავი პერიპეტიები გაქვთ ნანახი, რა მოყვება იცით და მით უმეტეს ესე ვთქვათ, მომავალშიც კი შეგიძლიათ გაიხედოთ. დღეს მთავარი ნაბიჯი რითი უნდა დაიწყოს საზოგადოებამ და ხალხმა ამ ხელისუფლებასთან ხიდის გადება. ესე იგი, ახლა რა სიტუაციაც არის. ახლა ის დაპირისპირება, ის ზიზღი, რაც არის, ეს უნდა განელდეს. უნდა დავიწყოთ კონსტრუქციული თანამშრომლობა და ამის პირველი სტიმული უნდა მიცეს მთავრობა. მთავრობა უნდა მიცეს ეს. განელდეს რას გულისხმობთ? აი როგორ უნდა განელდეს? უნდა შევრიგდეთ, უნდა დავივიწყოთ, თუ უნდა ვაპატიოთ ერთმანეთს. აი როგორ არის? მე მაგ სიტყვა არ მესმის რა არის შერიგება. მე ვიცი სიტყვა თანხმობა რა არის. მე ვიცი რას ნიშნავს ეროვნული თანხმობა. მე ვიცი რა თქვა გიორგი მთაწმინდელმა. და გიორგი მთაწმინდელზე ადრე კიდევ უფრო ადრეულმა მოღვაწეებმა.
მე ვიცი რას ნიშნავს ერთნებაობითა და თანადგომით კეთება. მე ვიცი ილია ჭავჭავაძეს რა უნდოდა. არავით არის ჩატეხილი ხიდის გამთელება და რაღაც სისულელეები. ილია ამბობდა მშვიდობიანი თანაარსებობა და უჩაგრელი თანაარსებობა უნდა იყოს გლეხსა და არისტოკრატიას შორის. აი ესა ილია. და შემდეგ არჩილ ჯორჯაძე. ილიას ეს თეორიები განავითარა შემდეგნაირად. და იმას ქვია საერთო მოქმედების ნიადაგი. ანუ უნდა შეთანხმდეს პოლიტიკური სპექტრი, თავრობა და ხალხი, რომ არის თემა, რომელიც არის ყველაზე მნიშვნელოვანი და აქ ყველას გვაქვს ერთი პოზიცია. დანარჩენი საკითხებზე კი ბატონო, დავხოცოთ ერთმანეთით. ხო, ამ შემთხვევაში იმ ესე ვთქვათ, მაგალითის მიცემის ძალის კოეფიციენტი ჩემის აზრით და ალბათ ბევრი სხვა დამეთანხმება მოსაზრებაში უზენაეს საბჭოს თვალსაჩინო დეპუტაციას გაგაჩნიათ და გახდით მაგალითები ამ მიმართულებით. თუმცა მე აგერ ხედავ კიდევაც ეს განცხადება, რომელიც ევროპარლამენტს და მათ მესვეურებს წარემართება, არის იმის მითითება, რომ ეს კანდიდატის სტატუსის მონიჭება საქართველოსთვის ეს არის იმედის ნაპერწკალის გაღვივება ხალხში და იმ мотиваციის გაძლიერება, რომლითაც მე საზოგადოება კიდევ სხვა ნაბიჯებს გადადგამს. ხო, ეს არის მეტი სტიმული იმისათვის, რომ εμას სხვანაირად უნდა ვიშრომოთ, სხვანაირი განათლება მივიღოთ. სხვა რამეებია გასაკეთებელი. და შესაძლებელია მთელი სამართალი ქვეყანაში. აი მაგალითად, რისთვისაც დააპატიმრებულია ახლა ეს ნიკა გვარამია. მისსავე მიერ მიღებული ცვლილებაა კანონში. ეს გააკეთეს მაშინ, იმიტომ რომ კერძო კომპანიებში ხელი ჩაეყოთ, ცხვირი ჩაეყოთ, გაეთელათ იქაურობა. აი რაც კანონის მიიღო, იმის მიხედვით მიუსაჯეს. ან თავის გამოჩენილი ძალიან მეცინება ეს რაღაც მოსამართლეა მურუსიძე თუ რაღაც. ზუსტად იმ მუხლით ისარგებლია, რა მუხლიც იყო მიღებული 6 თვით წინათ. ის კანონიდან არ გასულა. კანონის მიხედვით გააკეთა. ის ჩვენთვისაა ტრაგედია სანდრო გვერულიანი. კალატონი ირინა. კი, მაგრამ ბუნებრივი სამართალს რომ აცდება კანონი. ჩვენთვის არის. კანონები ზუსტად ეს არის ჩვენი მტკიველიც. ხო. რა ქვია იმას. ის ბიჭები, ის შვილმკვდარი მამები და შვილმკვდარი დედები და რამე. ამიტომ რა გაკეთდა ბოლო 10 წლის განმავლობაში ამ კანონმდებლობის შეცვლისათვის? ეს კი არ უნდა მოეხურათ და კარგი ქურქივით. არამედ ცვლილებები არის შესატანი. რას აკეთებენ ეს ოპოზიციური პარტიები? აი ამ წინადადებები შევიდა საკანონმდებლო. აკეთებენ რამე? ესა მხოლოდ და მხოლოდ რაღაც ცინიზმი. გამოდიან და დაცინიან ერთმანეთს და ძაღლი მათ გაიცინა, კატა მიტირა და ესეთი რაღაცები რა. ცინიზმია ეს ყველაფერი და რაღაცა ციფრების манипуляციას აკეთებენ, ასე ხდება და ეს. ხო ხედავთ რა კანონმდებლობა გვაქვს ბანკების. გინახავთ ხალხი კოტრდება, ხალხი უმძიმეს მდგომარეობაშია, ბანკები მდიდრდებიან. სადმე არსებობს ბანკის პასუხისმგებლობა? ნუ საკეთებაა. ყველაფერი გასაკეთებელია. სოფლის მეურნეობა არ არსებობს. კომერციულ საბანკო კრედიტზე იყოს დამყარებული. კომერციულ საბანკო დაწესებულებას აქვს თავისი ბუნება. რაც შეიძლება წაგლიჯოს. ის კრედიტს მიცემს 0%-იანს და 1%-იანს არც ერთ შემთხვევაში. ეს განაპირობებს ფასების დაცვას. ამიტომ საჭირო არის ის, რაც აქვს თემ სოფლიოს. სპეციალიზებული აგროსაკრედიტო სისტემა. ამაზე 15 წერილი მაინცაა დაწერილი. აბა ბალიო 12 ლარი იქნება. მიცემულია ეს ყველაფერი. რა როგორ უნდა გაკეთდეს. არ აქვს სადაზღვევო სისტემა. დაზღვევა არის საოცარი ის რა ქვია მას სოფლის მეურნეობაში.
ესე იგი, როდესაც წაყინვებია, როდესაც რაღაცებია, იმ სეზონზე და იმ პერიოდებში არ აზღვევენ. როგორ არის ეს? არ გამოვა ეს. სულ სხვა რამეა. აქედან ერევიან იქიდან არ არის იმ გლეხიდან, იმ გლეხების გაერთიანებიდან, იმ გლეხების კავშირები არ არის. არა გვაქვს არც ერთი დარგობლივი პროგრამა განვითარებისა. არა გვაქვს ისეთი სტრუქტურა სოფლის მეურნეობას, რომელიც იმუშავებს ქვეყნის სასოფლო უზრუნველყოფაზე. არა მოცვი თურმე მოგებიანია და რაღაც. ისიც კი არ არის დათვლილი, რომ ვაშლი და ხილი ერთი და იგივე დროს კი არ უნდა შემოდიოდეს. არის საადრეო, არის საშემოდგომო, არის საზამთრო. ჩაწყობას ვაკეთებთ საზამთრო ხილისას, რომელიც საშუალებას მიცემს გლეხს მეტი მოგება მიიღოს და შენ საშუალება გექნება გონივრულ ვადაში, როდესაც სეზონი არ არის, იყიდო ესეთი ხილი. რა არის ჩვენ ჩავიხედოთ იმ ექსპორტს, რაც გვაქვს. ჩვენი ექსპორტი რა არის? ღვინო, გაიზარდა და ძალიან კარგია, 200 მილიონია. თხილი 180 მილიონი და შემცირებული 100 მილიონამდე. ფასი როგორ არის? მინერალური წყლები ქონდა და ეს სად არის ხა რა ხდება კაციშვილმა არ იცის? ფასით შემცირდა ხო თხილის? რა თქმა უნდა. და რა ქვია მას ის ნექტარინი. საზაფხულო რა ქვია მას ვაშატამა. და ესეთ რა ვსო. ხო, რაღაც ექსპორტი კეთდება კიდე რაღაც რისი არყის და რისი თამბაქოს ექსპორტიორები ვარ. ბატონო პატა, თაფლის წარმოება როგორ არის საქართველოს? ესე იგი, კიდე ერთხელ გავიმეორებ, რომ ჩვენ თაფლის ცივილიზაცია ვართ. 5000 წლის წინანდელი, ესე იგი, თაფლის და რა ქვია, კუთხრის და რაღაცები არის. მაგრამ გვაქვს პრობლემები სერიოზული. პრობლემები, ესე იგი, გვაქვს საოცარი რა უშლის თაფლის ბიოგეოკლიმატური პირობები, გვაქვს საოცარი ვერტიკალური ზონალობა. ჩვენ თაფლი, ფუტკარი და სკა შეგვიძლია 7 სხვადასხვა სიმაღლეზე, 7 სხვადასხვა ესე იგი ვერტიკალზე გავიყვანოთ. კლიმატურ ვერტიკალზე. აბა რა, შეგვიძლია აქ ვიყო, მე ავიყვანოთ, მერეზევით და მერეზევით. არის დღეს უკვე მოთხოვნილება ისეთ ყვავილებიდან წარმოებულ თაფლზე, რომლის ფასი არა $20, არამედ რა ქვია მას 60-70 დოლარი როა. ჩვენ შეგვიძლია ამის გაკეთება. ჩვენ გვაქვს ბევრი პრობლემები. ჩვენ გვაქვს ხარისხის პრობლემა. ჩვენ ფუტკარს აკეთებთ ისე, მაგრამ ეს არის ჩეჩმა. ვერ ვისწავლეთ, რომ ეს ჩეჩმა დაიხუროს და სოფლის ტუალეტები. ხო, ესე მოხდეს, ხო. ჩვენ გვაქვს პრობლემები ფუტკრის მკურნალობაში. კაციშვილი არ ამოწევს რა ანტიბიოტიკები და რა სამკურნალო საშუალებები შემოდის. ვადიანია, უადოა, კარგია, მაღალი ხარისხისა თუ რა. და არც დოზირება არ იცის. აი, გვაქვს სერიოზული პრობლემა. არ იცვება, იმიტომ რომ გვაქვს სერიოზული პრობლემები თუ არა. ჩვენი სხვა ნორმალურ პირობებში ჩვენი თაფლი გაცილებით მაღალი ხარისხისაა, ვინამ ევროპის ბევრი ქვეყნის თაფლი. არიან ენთუზიასტები. ქალბატონი ბოსტაშვილი, ბატონი კეპაშვილი და უდიდესი ქალბატონი იყო ქალბატონი სტეფანიშვილი, რომელმაც უდიდესი ამაგი დადო ამ დარგის განვითარებას. დღეს ძალიან მძიმე დღეში ვართ. კანონი ვერ იქნა, კანონი ორჯერ იქნა შეტანილი საქართველოს პარლამენტში. გასახილველად და დასამტკიცებლად და უკვე რამდენი წელი გავიდა და ეს რომ არ ესმით ამას. პარლამენტს აკლია განათლება და კვალიფიკაცია აგრარული. კომიტეტს საერთოდ ვინ არის ხალხი და რა კავშირი აქვს სოფლის მეურნეობასთან გაჩვენვა არც. საერთოდ აზრი არ არიან რა ხდება. აი, ამიტომ არის გვაქვს ასეთი პრობლემები. ესე ქვეყანაში არა გვაქვს წესრიგი, ქვეყანაში არა გვაქვს დისციპლინა და ქვეყანაში არ არის ხარისხი. ხარისხი ეკუთვნება ყველაფერს, მათ შორის ხარისხიანი ადამიანები. აქ სამეცნიერო ხარისხებს არ გულისხმობ.
აი გულიანი ადამიანები მარტივად რო. რა თქმა უნდა. გულმოდგინი ადამიანები. რა თქმა უნდა. ძალიან დიდი მადლობა მინდა მოგახსენოთ ბატონო ბადა დღევანდელი ჩვენი ასეთი მრავალ თემაზე მორგებული საუბრისთვის. თუმცა მე მინდა აუცილებლად საზოგადოების საყურადღებოდ თქვა, რომ ის თემები, რომლებზედაც ჩვენ ახლა გავამახვილეთ ყურადღება და მით უფრო ბატონ ბადას მეცნიერული დაკვირვების შედეგად მიღებული დასკვნები, ეს არ არის უბრალოდ გადაცემის ასე ვთქვათ, სიუჟეტის შესავსებად გამოხატული სიტყვათა ერთ რამეს წინადადებას დავამატებ. კითხვი ინჭირე. გამომჩა ისეთი უდიდესი საკითხი, რომელიც ჩემშია. ეს არის მიწა. თავისთავად. ჩვენ გადასახედი გვაქვს მიწის თელი კანონმდებლობა. და უკვე მსოფლიო ბანკიც კი გვიწერს. და ყველა მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ამაზე დღე და ღამე ვყვირვდით ბოლო 30 წელია. მიწის კოდექსი. ჩვენ გვჭირდება მიწის შესახებ კანონთა სისტემატიზირებული კრებული მიწის კოდექსი. შეწირეს თავისთავი ამაზე მუშაობას. უფროსმა თაობამაც და დღეს ცოცხლები არიან უფროს თაობები ნაუმ ტურაბელიძე, ანზორ მესხიშვილი, ჯუმბერ პანჩულიძე და აი ბატონი ნოდარი მუშაობს ჭითანავა ამ თემატიკაზე, მისი გაზრდილი ქალბატონი რუსუდან ფიცხალავა, არაჩვეულებრივი რა ქვია მას ნაუმის გაზრდილი პროფესორი ფატიმა ქვაცაბაია და აი ანა ჭიპაშვილი დაიცავს ახლა დისერტაციას უახლოეს ერთ თვეში არაჩვეულებრივ მიწაზე. მიწა ყველაფერია ჩვენთვის და მას ჭირდება განსაკუთრებული დამოკიდებულება და განსაკუთრებული რეგულირება და განსაკუთრებული მოვლა და პატრონობა. და მეორე, ეს არის სოფლის განვითარება. სოფლის განვითარების პოლიტიკა. ჩვენ დღეს სამწუხაროდ სოფელი არა გვაქვს. ეს არის აბრა. მიდიხარ ვთქვათ კახეთისკენ და აბრა არის ხელმარცხნივ ხაშმი 5 კილომეტრში. რა არის ხაშმი? ეს დასახლებაა მეტი არაფერი. არავით არის სტატუსი არ გააჩნია მას, არავით არის სამართალ სუბიექტი არ არის და საერთოდ ანუ სოფლის სტატუსი არ არის ჩამოყალიბებული. არაფერი არც კანონით არ არის განსაზღვრული. ამიტომ ეს მიღებული აქვს თავრობა მიიღო სოფლის განვითარების პროგრამა, სოფელი არა გვაქვს. თემი არა გვაქვს, თემი. აი ხა ღია წერილით მიმართეთ ბატონ ღარიბაშვილს. რადგან კაცი საქართველოში არაა დღესაც სადღაც არის. და ეს თუ არ განვიხილეთ, არ გამოვა. ამ საკითხზე მსჯელობაა საჭირო. გავიგოთ. თუ ჩვენ არა ვართ ღარიბი და ღატაკი ხალხი. ჩვენ საკმაოდ დიდარი ხალხი ვართ. აი თუ ჩვენ თემებს სოფლის ტერიტორიულ ფარგლებში არსებულ ყველა რესურსს, მათ შორის მიწას, საათებს, საძოვარს, ტყეს, წყალს და ასე შემდეგ გადავცემთ მუდმივ მფლობელობასა და სარგებლობაში. სოფელს. ის გაჭირებული არ იქნება, მას საკმაოდ დიდი შემოსავალი იქნება. ანუ სოფლის სათემო სტრუქტურები უნდა ჩამოყალიბდეს. დღეს რა ხდება? ეკონომიკის სამინისტროს რაღაც სააგენტო წყვეტს ბედს, ესე იგი ვთქვათ, იმას სოფელ ძევერაში იმ 80 ჰექტარის საძოვრისა, რომელსაც სოფელი იყენებს. და ვიღაცა ფეოდალი შეყავს იქ. ვიღაცას მიყიდის და იმას ახლა იქ მოხნა უნდა, გადმოხნა უნდა. სოფელი გინახია საძოვრის გარეშე. სოფელი შეიძლება არსებობდეს ზროხის გარეშე, ქათმის გარეშე. ვინ შეყავს იქ, საქართველოს ეთნოლოგია მაინც აიკითხეთ, კარგი თქვენ არ ახართ წავკითხველი გეგეშიძის, მამამთავრის ეთნოლოგიის და სხვების შრომების, მაგრამ აგერ არ არის პროფესორ როლანდ თოფჩიშვილი და მისი გენიალური ბოლო დიდი მონოგრაფია ეთნოლოგია. წაიკითხეთ მაინც, ეხლა მე სტუდენტებისთვის ერთ ძალიან კარგ ახალგაზრდა ქალბატონ პროფესორთან თამარ ხოხუბაშვილთან ერთად მოვამზადეთ სილაბუსი.
აგრონომიული ფაკულტეტის სტუდენტებისთვის, მიწის სპეციალობისთვის და ასე შემდეგ და აგრარული მიმართულებებისთვის, რომელსაც ქვია ტრადიციული აგროკულტურა. ეს არის სიყვარული მეწისადმი, სოფლისადმი, მისი ტრადიციებისადმი. ეს არის სამუშაოების ზეიმები და მთელი რიტუალები. ამის გარეშე არ გამოვა. როგორ შეიყვარებს ის მეურნეობას, როგორ შეიყვარებს ის სოფელს, ეს გასაღები უნდა გახდეს მათთვის. მე მახსენდება ნიკო მოსხელიშვილის ერთ ცნობილი პასუხი. ნიკო მოსხელიშვილს შეეკითხნენ, რა ფაქტორების გამო ამზადებდით ახალგაზრდებს საპროფესოროთო. და ბატონო ნიკო მოპასუხა, რომ ვწდებოდითო. რას ნიშნავს ბატონო ნიკო ვწდებოდითო და ბრწყვილა ფაქტორების გამო. რომელი ეს ბრწყვილა ფაქტორებია და ნიჭიერება და შრომის მოყარეობა. როგორ ეს არ არის მნიშვნელოვანი ბატონო ნიკო? რა თქმა უნდა, მაგრამ არა გადამწყვეტია. გადამწყვეტი არჩეული დარგისადმი სიყვარულეა. სიყვარულის გარეშე არაფერი არ გამოვა. ერთგულება და გიყვარდეს ეს ქვეყანა, მისი მიწა, მისი ცა, მისი წყალი, ეს კამკამა გარემო. და უნდა გიყვარდეს შენი ერი. შენი ქვეყანა და ეს არ უნდა გადავაყოდოთ რაღაცეებს. არასოდეს არ ცდებიან ერები და ხალხები, ცდებიან მისი შვილები. ამისათვის სარჯელებს იხდიან. თუ ვინც მოინანიებს. არ მოინანიებს და მისთვის არის ეს ცუდი. აი ეს უნდა გვახსოვდეს ყველას. ბაბუის ნაჭემატყემალმა შვილებს შვილიშვილებს მოკვეთა. კბილებიო ესეც არის. ეს არის, ეს უნდა ვიცოდეთ. ის კი არა, ლოცვაც არის, რომ უფალო იესო ქრისტე საერთოდ იცოდნენ ეს. ცოდვათა მამათა გამო ნუდაჟი შვილთა ჩვენთან. სოფლის მეურნეობა დგას ისეთ ვეშაპებზე, როგორიც არის მიწა, წყალი და თანამედროვე ტექნოლოგიები. აი ამაზე დგას ამ სამ ვეშაპს. ჩვენ ტექნოლოგიები არ გაგვაჩნია, ვერ ვწყავთ და ვართ ასეთ დღეში. ამიტომ ასეთნაირად არა და ფაქტია, რომ რაღაცა პატარა ყლორტები გამოვლინდა ეს ტექნოლოგიების, მაგრამ ამ ნიჭერებას გზა ფართო არ ეძლევა. არ ვახსენე აქ აკადემიკოსი გახოკიძე, პროფესორი ნადარეიშვილი, მე შევეცდები მივაწვინო ლია კვარაცხელია, დოქტორია, ქალბატონილია და აი ეს ორი დოქტორი, რა ქვია იმას, ნიკოლო ზაზაშვილი და ეს რა ქვია იმას სახელად მიხეილ ჭიჭაყუა, ასევე უნდა ვახსენო ძალიან ცნობილი სპეციალისტი, მცენარეთა ინსტიტუტის ყოფილი დირექტორი ბატონი შაქრო ყანჩაველი. არ შეიძლება ეს ხალხი რომ ახსენე, ისინი თავაუღებრივი მუშაობენ. ამას უნდა ყველაფერს გამოყენება. ამას არ უნდა წყვეტდეს იქ ვიღაც, ესე იგი 80 წლის ვიღაც ქალი, რომელმაც ქართული არ იცის და დღემდე რუსულად საუბრობს. ეს არის უბედურება, ამოიჩემა ახლა რაღაცეები და დასრულებულია ყველაფერი. ამას წერტილი უნდა დაესვას. იმას არ შეუძლია 80 წლისა წავიდეს დამსახურებულ პენსიაზე. დავაჯილდოთ საათით და კიდე 2 თვის ხელფასით. ესაც ხანეთ არ გამოდის. ბატონ ბადა, აგი მოგახსენეთ, რომ ჩვენი გადაცემა ზუსტად ამას ემსახურება, რომ ეს პრობლემატური საკითხები ცოტა უფრო მეტად მივიტანოთ გულთან ახლოს. არა მარტო ჩვენ, ესე ვთქვათ, საზოგადოებამ და ხალხმა, არამედ უშუალოდ ხელისუფლებამ და იმ მესვეურებმა, რომლებსაც აკისრიათ ამ პრობლემების გადაჭრის პასუხისმგებლობა. ამდენად მოგმართავთ ძვირფასო ბატონებო და ქალბატონებო და მინდა გითხრათ, რომ ჩვენი გადაცემები რაღაც აჟიოტაჟის და ესე ვთქვათ, ყირამალა დაყენების ტენდენციით კი არ არის დამოხტული. ჩვენი საუბარი არის იმის მინიშნება და იმის შეხსენება, რომ თქვენ გეკისრებათ პასუხისმგებლობა მიმდინარე პროცესებზე, რამე თუ ამ მართვის სადავები თქვენ ხელშია. ჩვენ გვესმის ძალიან მძიმეა ხვედრი ხელისუფლების, როდესაც არის ასეთი ზეწოლა ყველა მხრიდან, მაგრამ შიდა პრობლემების და მით უმეტეს იმ რაღაც ესე ვთქვათ უშიშროების და უსაფრთხოების კონცეპტუალური ხედვების ფსიქოლოგია არ უნდა დაგავიწყდეთ და თუ დაგავიწყდებათ ჩვენ გახსენებთ მეგობრულად
ამხანაგურად და მამაშვილურად, რა თქმა უნდა. ყველა აგრარულ რაიონში, სასოფლო რაიონებში საჭიროა მუდმივი განათლება, მუდმივი ცოდნის ამაღლება. ამისათვის სამეურნეო კოლეჯები უნდა გაიხსნას ყველგან, ექსტენსიის სამსახურები, მაგრამ გააკეთეს ეს და აზე არ არიან იქ ისეთ ხალხი მუშაობს, რა არის ექსტენსია არ იცი. ბატონო, მე ახლა ვიმყოფებოდი ჩვენი გადამღები ჯგუფთან ერთად ფშავში და წარმოუდგენლად დაშოკილი და ესე ვთქვათ აღფრთოვანებული წამოვედი იმდენი სიბრძნე და იმდენი ცოდნა იმალება უბრალო მეშვეობით გაკეთდა შესანიშნავი შენობა ყველის გადამუშავებელი საწარმო და კოოპერატივი დააფუძნა ამ ხალხმა. ეს უკვე 4 წელია. 4 წელია სოფლის სამინისტრო მის რეგისტრაციას არ აკეთებს. იმიტომ რომ იქ უნდა სხვა დირექტორი დანიშნოს, ის ხალხი არ შვება. და უგონებენ ხან ძროხების თემას, ხან იმის თემას, ემუქრებიან ამას, წავიღებთ იქიდან იმას, წავიღებთ იმ დანადგარს, იქ არის ერთი ხაზი, მეორე ხაზი, იქ რაღაცა, არ მინდა ნუ მალაპარაკებთ ამას რა. აი ასეთ მდგომარეობა გვაქვს. ევროპული დონის თაფლის გადამუშავებელი საწარმო აგერ იმაში, გორის რაიონში. ერთი დღე არ ამუშავებულა. აი მაგშავშია ეს, რადგან ხარი ქალბატონების კოოპერატივია კიდევ ხილის და კენკრის არაჩვეულებრივი. ნუ აწამებენ ამ ხალხს რა. აი ეს არის რა, ემუქრებიან და რაღაცა. ვის ემუქრებია? ვის ემუქრები ამ მიწის მეურნეს, ამ პატრონს, მომულელს ამისას, და რომლის იმის გამო რომ მას არავითარი სტიმული არ გააჩნია სავსათო კრიზისი რო ქვეყანაში. ვის რა დამოკიდებულება გაქვთ? მუშაობა არ იცით ამ ხალხთან. ბატონო, ჩვენ ეს ურთიერთობა და ციკლი ერთგვარად შევინარჩუნოთ. ეხლა ყოველ შემთხვევაში ჩვენი გადაცემის მაყურებლების ხარჯზე და მე შემდგომ ამ ინფორმაციის გავრცელების ხარჯზე დავაკვირდეთ მოვლენების ცვლილებებს და ტრანსფორმაციას. თუ არა და შესაბამისად მე შეგვიძლია ორგანიზაციულად რაღაც ესე ვთქვათ კონგლომერატი ან რაღაცა ჯგუფი შეიკრას, რომლითაც ეს საკითხები დალაგდება და რაღაც თუ გინდათ მიმართვის სახეს მიიღებს და მიუმართოთ უშუალოდ პრემიერ-მინისტრს, მიუმართოთ უშუალოდ პარლამენტს და ბოლოს და ბოლოს პროკურატურას მიუმართოთ და მოვითხოვოთ ის ძრები და ის ტენდენციები, რომელიც მიმდინარე პროცესებს ესაჭიროება. და აქედან გამომდინარე კიდევ ერთხელ ყველა იმ ღირსშესანიშნავი ადამიანების მიმართებით მე ეკრანიდანაც და ეთერიდანაც განვაცხადებ, რომ ვისაც სურვილი გაქვთ ბატონებო, ჩვენ გადაცემაში არა აჟიოტაჟის და ესე ვთქვათ აყალმაყალის და რაღაცა ინტრიგაზე ორიენტირებული გადაცემების მოწყობის, არამედ უფრო აკადემიურად, მეცნიერულად და საქმეზე ორიენტირებულად საუბრის და საკითხების შეხსენების მესვეურთა მიმართ მზად ვართ ნებისმიერი ადამიანისთვის, სტუმრობისთვის და ის კი არა, თუ საჭიროა რეგიონებში გადამღები ჯგუფით გამოვეგზავრებით თქვენთან შესახვედრად. მაშასე ძვირფასო ტელემაყურებლებო, ხო, შვაფხოა ის სოფელი, რომელიც შვაფხო, დიახ. და აი ზუსტად ამ საკითხთან დაკავშირებით დღეს 11-ის ნახევარზე იქნება სიუჟეტი ფშაველას სამშობლოდან, ფშავიდან, ძალიან საინტერესო საუბრები იქნება ამ გადაცემაში და გთხოვთ მოისმინოთ და შემდგომ იმ ადამიანებმა, რომლებსაც ზალგიცთ ესე ვთქვათ, ერთგვარი მხარდაჭერა გაგვიწიოთ და შემოგვეხიდოთ აი ესეთი გადაცემების უფრო ფართომასშტაბიანად წარმართვისთვის, გთხოვთ მეგობრობას და გთავაზობთ მეგობრობას. მაშასე, ეთერში იყო საზოგადოებრივი ანალიტიკური გადაცემა ერთობიდან ერთსულოვნებამდე, ჩვენი სტუმარი ბატონი პაატა კოღუაშვილი ძალიან საინტერესო საუბრებით, გემშვიდობებით მომავალ შეხვედრამდე. ნახვამდის. კარგად გზანდებოდეთ.